აბუხსენი. აი, ხალხო წავედით ახლა. ხვალისთვის უნდა ვიყოთ ლიმონ ათები და კიდე ნაყინი, ხო? თოკოც მოდის. შემადგენლობა კატაც მოდის. შემადგენლობა მოდის. კი. ინტერნეტის ფული. ვესპადელი შეკვავ. არა, ორივეს ბალე, აი იცი როგორია? აი ორივე უყვარს. აი იმენა, აი გამწირა რა, იმენა. ლამაზი ხარ. მზე ძალიან ლამაზი ხარ. აი, კარგია, ორივე კაი ბიჭია, რაღაცა, ორივე სჭირდება ბაჟებს. კაი, კაკიზე. და შენ? კარგი მზე ხარ. დედას უახატი. კაკი ხარზე. კარგია. მე იმას ბალეში ყობ, რა ქვია იმას? კარლიტო. სინერი, ხო? სინერია, ხო, მე ვისად ბალეში. კარლიტო მოიგებს. არა, ხო, მაგრამ იმას ბალეში ყობ, მაგრამ გული მიგზნობს და ის მოიგებს მეორე. კარლიტო. ის თიხნარის ის. ახლა კარლიტო რა ქვია ადამიანს, როგორ უნდა წარგოს? კარლიტო სახელია, კარლოს დედას. Ой, აი როგორ ლამაზია მზეა, ბრა. საიუაპიაფო. მზეო, შენ ლამაზი ხარ, მშვენიერი ხარ. კაკი ხარ. კარგი ხარ, მზეო, ძვირფასო. აი იქ რო ჩანს ბინა. აი სართულის ზედას ქვემოთა რო არის. აი აქეთ რო არის. აი ხო, ზედას ქვემოთ, აი აქეთ მხარე რო აივნები. აქეთ ის და უკანა მხარე ერთი კაცი, სადაც 300,000-ად ყიდდა. ბოლომდე რო რემონტში აქვს. და ფართი წარმოიდგინე, რამხელა ნახე, ნახევარი შენობაა და ყველა მხარე. აუ, არ ვიცი. არ მახსოვს. 300 იქნება. არ ვიცი იკა. ვააკელა 300. ნახე რამხელა. 300 უნდა იყოს. ხო და შემხვდა. აი ადგილია მაგრამ. მივდივარ. წადი ისე, მე იქით მინდა. შუაგზაზე. ხო. ანუ დღეს ისეთი სიცხე არ არის. ალამაზად იღებს ხმერს თუ გიზდები დღეშთ. გარეთ. ღვთაებრივად. გვირილაში. კი ბატონო. ყველა მხრიდან სულ. ხო, ბავშვთა დაცვის დღეს როი. ხო, აქციაში იყო. სადღაც რემონტი. აუ რა კაია ჩრდილში, ვაფშე არც ხელა ჩრდილში. დადი, ანი, არ ვიცი პროსტა ვერც კი აგიწერთ ეს ქუჩა როგორ შემიყვარდა. მართლა? ესე ლამაზი კიდე. განსაკუთრებით როცა ერთად არის. ძალიან შემიყვარდა. არ წარმოვიდგენდი ასე თუ შემიყვარდებოდა. იქით საერთოდ არ მინდა გახედვა. საერთოდ მოსკოვის გამზირისკენ.
ახლა McDonald's-ის ნიშანი გაუკეთებიათ. აქვეაო. ჭუჭი. მე საყარელი ხარში. ეს საყარელი ხარ. ორი წუთი მანქანის თავი. თუ იმაზე არ გაგაჩერეს, რა ქვია. შუქ ნიშანზე. ხე. ეს ყავილი რა ლამაზია. ალმის. კაია გარეთ. შემოგევლოს დედა. შემოგევლოს დედა. აი გვირილა. აგერა გვირი. იქ აგე გვირილა. რა ახლოსა. ლიბრაზე ახლოს ხო არის? ოუ, გასამო, სომჯერ ახლოსა. ოხჯერ. აქ მიდი, ასე გვირილაში მოდი. მას არ ამოდი. ბიჭ. ნადა. ნახეთ როგორ ასხია ალუბალს. სტანახეთ. და ხუნძლულია. ეხლა მიდეს ნაყინის არის. დედა მიყვარხარ. მეც მიყავ, დედა. ახლა მოკახეული ნახეთ რა დონეს. რაც აი ხასიათი კი არა, აი რაღაცნაირად რა ვიცი. მოგეთ ხა პონი ბალის მიგვიდა ფერიზე უყავი. ხა დავიბანო თმა ანი ფეხი გავიპარცო ეს მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო, თორემ მე საღამოს უფრო დამეზარება. აი ვარ ჩემს გარეშე იყო მაღაზიაში. და ახლა მოიტანა. ეს ვისია? დონატის ნაყინია. სტრობერი. მარტოშა საინტერესო როგორია. რა ხდება, როცა ბავშვი და კაცი ერთად მიდიან მაღაზიაში. ოღონდ ეს კაცი კი არ არის, იმიტომ რომ იგას ვერასოდეს ვერაფერს ვერ აყიდინებ. თუ არ მიაბჯინე იარაღი საქმე. სადმე. Oh my god. თუ ტელევიზორ დაუმიზდა. Oh my god. ვიყიდე. Oh my god. მიდი და მოალაგე, გად. კაცი მოიგებს მე ვინც. ეს რა ღირს გაц, ხუთს არ უნდა მე გაц. 9 თუ 10 ვარ. აუ, გასამო, გას. დავამატებ 4. აი, იყო კი მე რაღა იყო მე კი არაფერი. მიდი ნაყინები ევა რა დაამშრე ის. შეიძლება რა შეუდარე ეს არ გადაყარე. სადამაშოიდო? ხარახურას თამაში. მოკლედ ბევრი რაღა გავაგრძელე და მომედია. აუ ერთი მომედია. всё, რა ვიყიდე. ეს რა არის? აუ მე მგონი ამ ხელა იყო. ვიდავი ბირში. დაგრძელდა. აბა ნახოთ ეს როგორია. აი მე რას ეს აღიდან კამერას წუნა ვიყიდო. იცი რა სურნელია, გონდ? ესე იგი 328 კალორია აქვს და 70 გრამია. ეს ვითომ შეჭამა ხამასოური. აი ეს შეჭამა. ვითომ. რა დაუვარდეს? ჩემი ყვავილი ნაყენს ჭამს. It's a donut in a wheel, donut in man. It's a strawberry. წადი ახლა მაგიდასთან დაჯექი და თან ის დაიდე, რა ქვია, თებში, თორე ჩამოგივარდება ეგ ნაყინი. Პარხარ.
ევას თოჯინა გოგო. ახ. არჩევს. დაიბანა. და ევათ მას უშრობს. ნაღედ როგორი გოგოშკა. თუ გულმსრუნველია. გაუშრათ მა. გოგო გაიშრათ მა. შრალი აქვს მა. დედა სუპა. სუპთა? შრალია? ყაჩა გოგო, კარგია რომ დაიბანა. სუპთაც მა კარგია. ჩემი გოგო უნდა ნამაზი კაბა. აი რა კარგი აღმერთო. აი ესე. ჩემი თმა იზრდება და მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ერთი კომენტარი იყო ჩემი დიდი ხნის გამომწერისგან. არ დავალაიქე რომ მე პასუხა ამაზე. ლიკა ნი სიგამხდრის დროს კარე ისე გიხდება ბუნებრივად დატალღური თან შენ სიგამხდრეს უფრო უსვამს ხაზს. დიდი მადლობა პირველ რიგში ძირფასო საერთოდ კარე არის ვარცხნილობა. აი ხო არის რომ ადამიანს აქვს თავისი ვარცხნილობები და მე მაქვს მასთი ორი ვარცხნილობა და მათ შორის ერთი არის კარე. ანუ ჩემია ვიზუალურად და ვიზუალურად არა მხოლოდ სახეზე, არამედ ტანზეც. ანუ შორ კადრში და თან მე მაგ ძალიან ლამაზი. ანუ თავში აუ ცოტა ხმადა ბლარა. ვერ გადავფარე ვიდეო მაგ ჩართული. მე მაგ ძალიან ლამაზი თავს არ ვიქებ უბრალოდ ფაქტია. აი ეს კისერი მხარი და რა თქმა უნდა როცა გამხდარი ვარ მაშინ იმიტომ რომ წონამ ყველაფერს ისე ყლაპავს და აქრომს ვითომაც არ გქონია. ამიტომ გულისხმობს სიგამხდრის დროს ულამაზესია ჩემი მხრები. მხრების ნაკვთი, ყელი და მოკეთ ძალამაზია რა და მართლა ძალიან მიხდება კარი. მაგრამ არ მინდა მოკლე ვარცხნილობა. ერთი გოგო რომელსაც ვუყურებ ხოლმე, ტიკტოკერია ყაზახი. ხო და ძალიან გავს შორიდან რო შეხედო უკნიდან მაგას გულისხმობს, დაახლოებით ჩემი სიმაღლეა. ნუ ის არის ფიტნეს ტრენერი და აი მე რო დამკუნთო, ძალიან ნაზად და ლამაზად 50 კილომდე რო დამიყვანო და 50 კილო რო ვიყო კუნთიანად. ანუ ოღონდ ესთეტიურ კუნთს გულისხმობ და რაღაცა ძალიან კუნთიანები რო არის. და მაგას აქვს კარე. ულამაზესია. მაგრამ ანუ არ ვიცი ან ძალიან სწორი თმა აქ ან სულ იყენებს. მე არ მინდა რომ თმა სულ დავიყენო. დატალღური კარე შეიძლება ოდესმე მაგამდე მივიდე. არ ვიცი მართლა გითხრათ აი ცხოვრება მასწავლა რომ არასდროს არ უნდა თქვა არაფერზე. ხო და არ ვიტყვი რომ არასდროს არ მექნება და რაღაცა ეგეთი, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ცხოვრების ამ პერიოდში საოცარ სიამოვნებას მაინტერესებს ის რომ მაქვს გრძელი თმა. მე ვთვლი რომ ძალიან ლამაზი თმა მაქვს.
ანუ არასასიამოვნო კომპლიმენტები ბევრ ადამიანს ვთქვამს ჩემთვის და ახლობელ ადამიანებსაც, აი ძალიან ახლობას და მე რომ მიყვარს ეგეთ ადამიანებსაც კი ვთქვამთ და შეიძლება ბევრი რაღაცა გულზე არ მოხვდეს, მაგრამ აი ეს მომხვედრია. მაგალითად, ისევ თუ გაგეძდება, არ გაიპუწო და ფორმა მიეცი და ეგეთი რაღაცები. გული მტკიოდა ხოლმე ამაზე, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ისევ ვიტყვი ჩემი თმა ისეთი როგორც არის და არ ვთვლი რომ გაპუწულია. რა თქმა უნდა, ხა ამ სისქეთ მარვა. ამას სჭირდება ფორმის მიცემა, მეორე ვარცხნილობა ჩემი სახისთვის, ჩემი ტანისთვის. ნუ უფრო სახისთვის, ჩემს ტანს ჭყალებში ჭირდება მოკლე ვარცხნილობა. ან საშუალო. უხდება ძალიან შორიდან. და ისე სახეს და მე ძალიან გვიხდება ეგრეთ წოდებული კასკადი, კრისინკა, არავითარ კიდე დაუძახეთ. ხო იცით, ეგ მოკლედ აჩეხილი. იმიტომ რომ ამსუბუქებს, ათხელებს და რა ვიცი, მშვენიერი. ხო. და ანუ როგორ თქვა? შინაგანად მე ხო იცით, მე არ ვარ ტრენდების გოგო, მე არ ვარ აი წელს რო ესაა ტრენდში, აი ეს რო აცვიათ ეგ გოგო. საერთოდ არ ვუყურებ მაგებს, რომ რა ასაკში რა უნდა გეცვას და რაზე რა უნდა ჩაიცვა და ანუ ჩემთვის თავარია რომ ის რაც მე მაცვია, ან მიკეთი, ან მისვია, ჩემ რაღაცა შინაგანს ხმიანებოდეს და რაღაცა ეკო კონდეთ ერთმანეთთან რა. ანუ შეიძლება რაღაცა იყოს ძალიან კარგი, მაგრამ არ იყოს ჩემი მაგალითად ცხვირი, ხო? რატო ვარ ჯანაში, იმიტომ რომ აკეთებ და ანუ ის შენი ცხვირი რაც არის და შენი სახე რაც არის, მაგიდან გამომდინარე, მე არ მინდოდა უბრალოდ ძალიან ლამაზი ცხვირი, რომელიც ჩემი სახის ნაწილი არ იქნებოდა და ისეთი იქნებოდა, გეგონება, აი რაღაცა თამაშები რო არ უნდა აიღო და გავუკეთო ცხვირი, ეგრე გავუკეთეს ჩემს სახეს, საიდან რაღაც ცხვრის ცხვირი. ეგეთი არ მინდოდა მაქსიმალურად ბუნებრივი. თუ არა მე საერთოდ არ გამეკეთებინა, იმიტომ რომ მე არ მქონდა რაღაცა ისეთი პრობლემა რა ყოფილიყო, უბრალოდ მე მინდოდა. ხო და ანუ შინაგანად და ენერგეტიკულად ჩემი მოკლედ მარა, ანუ მე მოკლედ მის გოგო არ ვარ. არ ვიცი რატო. უბრალოდ შეიძლება შეიცვალოს დროში, მე არ ვიცი, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე მე სასწაულ სიამოვნებას მაინტერესებს ის რომ ჩემი თმა იზრდება. აი ყოველი გაზრდილი სანტიმეტრი მახარებს და მაბედნიერებს და მე ვთვლი რომ გამხდარზე მე ყველაფერი მიხდება. ემა ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ნახე როგორ არის. ესე იგი არიან ადამიანები, რომლებსაც წონა არ აფუჭებს, მოდი ასე ვიტყოდი. და მე ვარ ადამიანი, რომელსაც წონა ძალიან აფუჭებს. ანუ არ აქვს სიმაღლესაც მნიშვნელობა, შეიძლება ჩემი სიმაღლისა იყოს გოგო და ძალიან უხდებოდეს ის სიპუტკუნე, უხდებოდეს სახეზე, უხდებოდეს ტანზე. მე არ მიხდება არაფერზე, სახე მიხდება რაღაცნაირი, უხეში გამოჩორკნილი, მე მიყვარს ჩემი სახე არის, ეს რა არის კიდე ახლა, რო დავალ ჩემ წონაზე, ისეთი თხელი მექნება სახე, ცხენებს რო აქვთ, ჯიშიან ცხენებს, მიყვარს ძალიან შევავიღაცამ დამამცირებლად დაწეროს ეგეთი შედარება, მაგრამ ჩემთვის ეს კომპლიმენტია, იმიტომ რომ მე მიყვარს რეალურად ეს მუსტანგები რო არის, ეს სახე რო აქვს, მე ეგეთი სახე მაქვს ესეთი ჩამოთლილი და ამას არ უხდება სიმრკვალი. ანუ მრგვალი სახე ვაფშე ხო იდეალურია, იქიდან გამომდინარე რომ რამდენიც გინდა დაიკელი, აი აზიატებს აქვთ ხოლმე და 40 კილო არიან და სახე ჩავარდნილი არა აქვთ. და ავადმყოფურად არა აქვთ ხოლმე. ხო. ეგ არ მომწონს სიმართლე ვგითხრათ და არ მინდა რომ მქონდეს ეგ. აი ავადმყოფული, ანუ როცა სიგამხდრე უკვე ადამიანს ავადმყოფურ დახს და იერს ასვავს, ეგ არ მინდა რომ მქონდეს და მაქამდე თუ მივალ, მან ანუ გავჩერდები ისე რომ მან არ მივიდე მოკლედ.
მაგრამ ჩემს სხეულს, ანუ ჩემს წელს, ჩემს თეწოებს, ჩემს მკლავებს, ყველაფერს ძალიან უხდება, როცა ზედმეტ წონა მიდის. ანუ რჩება ეს მშვენიერი მკერდი, მშვენიერი მხარი, მშვენიერი გამოთლილი წელი, ტრაკი მაქვს, თეძო მაქვს, ფეხი, ყველაფერი მაქვს და აი ულამაზესი ვარ ხოლმე, როცა ვარ გამხდარი. როგორც კი ვიმატებ, ხდები აი ესეთი მოსიარულე მართკუთხედი და არ მიხდება აბსოლუტურად არც ერთი სტილი, არ მიხდება საერთოდ არაფერი და საერთოდ ანუ ჩემი თავი მე არ ვარ. აქედან გამომდინარე არის რომ ვერასდროს და არასდროს არ მიმიღია ის რომ აი მე ესე ვრჩები, იმიტომ რომ ჩემი ეს არ არის. ასევე ვარცხნილობა, ანუ ჩემი ამ ეტაპზე არ არის რაცა უნდა მიხდებოდეს შორიდან და გარედან, ანუ თვით აღქმა და შეგრძნება საკუთარი თავის, აი მე ვარ, მაქვს აი აქამდე თმაში. თუნდაც აი აჩეხილი უნდა იყოს ლამაზად და მე უნდა ვიყო ჩემს ზონაზე, მე უნდა შევადგინო ჩემი გარდერობი. რატომღაც ძალიან მინდა რომ ჩემი გარდერობი გარკვეული ფერებისგან შედგებოდეს, ჯერ არ ვიტყვი რა ფერებისგან, ნუ შავი რო დედოფალია ჩემ ფერებში, ყველა მიცით და როგორც კი მე დავალ ჩემ წონაზე, ჩვენ შევადგენთ ჩემს გარდერობს და ამას მე და თქვენ გოგონებო და ბიჭებოც, ვისაც გაინტერესებთ რაც უნდა, ერთად გავაკეთებთ ამ ყველაფერს და ერთად დავტკბებით, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცების ყურება, როცა ადამიანი ტრანსფორმირდება, იცვლება, იზრდება და ამას მე ვხედავ. ანუ მე რო ამის თანამოზიარე ვარ, თითქოს ამას მეც ვცხოვრობ. ანუ ჩემი აზრით ვლოგინგის ყოველდღიური აი ამ სტილის ვიდეოების ყველაზე დიდი ხიბლი რაც არის და პირადად ჩემთვის რაც არის, ის არის რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. ანუ მე გიზიარებთ ჩემი ცხოვრების ნაჭერს, აი როგორც ტორტიდან, დიდი ტორტიდან, კარგი ნაჭერი მოზდირი მოგიჭრათ და მოგართვათ. და თქვენ აი ამ ჩემს მორთმეულ ნაჭერს შეექცევით, შეიგრძნობთ თქვენში. ანუ ჩემი ცხოვრების ნაჭერს აი ესე გიზიარებთ და თქვენ ამას შეიგრძნობთ. რა თქმა უნდა თქვენებურად და ყველა თავისებურად, მაგრამ მაინც აი ამ ჩემსას და ანუ ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ძალიან ძვირფასი და ყველაზე ძვირფასიც. ამიტომ ეს არის ჩემი ნაწილი და სანამ მე ვარ ეს არის ჩემში. ხო. ისე დავიწყე საწაველი. ხაწავით მაგავშოთ, თავი ამტკივდება.